ჩვენთვის დღეს სხვა შორის საქართველოს ისტორიაში და მისი ევროპული მომავლის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ სწორედ 26 წლის წინ ამ დღეს წარმოითქვა აქ, სადაც მე ახლა ვიმყოფები, სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობაში ისტორიული სიტყვა ზურაბ ჟვანიასი, რომ მე ვარ ქართველი და ძალიან მძიმე მოცემულობა გვაქვს ჩვენ, რომ ამდენი წლის შემდეგ მაშინ, როდესაც საქართველოს მიეცა შანსი, რომ არა მხოლოდ ევროსაბჭოს, არამედ მართლაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს და სამუდამოდ შეიძლება ითქვას უზრუნველყოს საკუთარი დაცულობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა იმით, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს, ჩვენ მორიგჯერზე დაგვიპყრო რუსეთმა დროებით, მაგრამ რეალურად დღეს საქართველო იმყოფება რუსული პოლიტიკური ასე ვთქვათ, ოკუპაციის ქვეშ, იმიტომ რომ რუსეთს აქვს მიტაცებული დღეს ქვეყანაში ძალაუფლება ივანიშვილის ხელით. ამისი გამოხატულება ეს აქ დგას საკითხი, სწორედ განხილვა მიმდინარეობს იმაზე, რომ უნდა შეუწყდეს, არ უნდა მიეცეს აკრედიტაცია ქართული ოცნების დელეგაციას. ეს არის ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყდება საბოლოოდ ხო ეს საკითხი, იმიტომ რომ თავისი პროცედურები აქვს, ნახოთ რა იქნება საბოლოო დასკვნა, რასაც მიიღებენ დეპუტატები, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეაში არიან წარმოდგენილი, მაგრამ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ რა განვითარებაც არ უნდა ნახოს ამ მოვლენებმა, უკვე არის ძალიან დიდი ზიანი მიყენებული იმით, რომ ეს საკითხი დაისვა პირველად, რაც ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრი გახდით დღის წესრიგში და ამისი მიზეზი არის ის, რომ დიახ, დღეს ჩვენ იმ რეალობაში ვართ, რომ საქართველოში მოშიმშილე დატყვევებული ჟურნალისტი ხალი ყავს მზია ამაღლობელის სახით. მე მინდა რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მას სოლიდარობა, მინდა მან მისმა ოჯახმა სხვებმაც ყველა მიცოდნენ, რომ ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხს ვაყენებთ სწორედ პირველ რიგში აქ ყველა შეხვედრაზე, განსაკუთრებით შეშფოთებით საუბრობთ იმაზე, რომ სიცოცხლის საფრთხის პრობლემა არსებობს დღეს მზია ამაღლობელის შემთხვევაში და სრულად არის ინფორმირებული ყველა იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაში არის შექმნილი და ყველას ესმის, რომ დღეს საქართველო იბრძვის, ქართველი ხალხი იბრძვის დემოკრატიის გადასარჩენად და ნახოთ რითი დასრულდება ეს განხილვები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ხარდაჭერას ყველა პოლიტიკურ ჯგუფში ქართველი ხალხის მიმართ და ეს არის ძალიან დამაიმედებელი. კი ბატონო, აი როგორ ფიქრობთ, ქალბატონ სალომე და მინდა ასევე ახსნათ საზოგადოებისთვის, აი რას ნიშნავს ქართული დელეგაციის უფლებამოსილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ანუ აი რა პრეცედენტია ეს ზოგადად, რამდენად საზიანოა ქვეყნისთვის, ესეც მინდა ვიკითხო და რა პერსპექტივა აქვს ამ ინიციატივას, რომ ეს სისრულეში მოვიდეს, იმიტომ რომ თეა წულკიანი რომ წუხს ამ საკითხზე, ეს არ არის საიდუმლო და არაერთი კომენტარი გააკეთა მან ამ თემაზე. ნუ სინამდვილე ხო ის არის, რომ ჩვენ ეს რუსები, რუსული მარიონეტები, როგორც მათ უწოდებენ დასავლეთში, ქართულ ხალხს წლები ატყუებენ, რომ თითქოს ისინი არ არიან რეალურად ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა და მხოლოდ ამისთვის სჭირდებათ ისეთი არის ევროსაბჭო, სადაც ნუ აი ესე უნდათ, რომ დრო და დრო რაღაც გამოჩნდნენ, რომ ვიღაც ელაპარაკება მათ და სადღაც არიან მიღებულები. მხოლოდ ამისთვის სჭირდებათ ქართული ხალხის მოსატყუებლად, რომ შეინარჩუნო წარმომადგენლობა ამ ფორუმზე. ამას ვფიქრობ, რომ ყველა კარგად აცნობიერებს აქ, იმიტომ რომ ეს არის, ასე ვთქვათ, გასაგები, როდესაც დგება დღის წესრიგი, ანუ ჩატარდა ქვეყანაში არჩევნები, ახალი პარლამენტია და მისმა დელეგაციამ უნდა მიიღოს აკრედიტაცია, რომ წარმოადგინოს საქართველოს ევროსაბჭოს ფარგლებში. აი, მარტივად რო ვთქვათ, დღეს ადგა უამრავი დეპუტატი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ევროსაბჭოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და თქვა, რომ ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ დელეგაციას არ შეიძლება მიენიჭოს უფლება, რომ მათ წარმოადგინონ ქართული ხალხის ინტერესები ევროსაბჭოს ფორუმზე. ეს ნიშნავს რას? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდ ნაწილს აი ამ ევროპული, ასე ვთქვათ, ესტაბლიშმენტის პოლიტიკურის მიაჩნია, რომ ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და არ წარმოადგენს ქართული ხალხის ინტერესებს. ეს ხდება როგორც არჩევნების გამო, რომელიც გაყალბდა, ასევე იმ სასტიკი ძალადობის და სასტიკი დარღვევის ყველა ვალდებულების, რომელიც დარღვევის რაც აქვს ქვეყანას აღებული ევროსაბჭოს როგორც ევროსაბჭოს წევრი
აი ამის გამო დადგა დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ საერთოდ შეიძლება თუ არა რომ ქართული ოცნება წარმოადგენდეს კი ბატონო. და ეს არის რა თქმა უნდა განაცხადი იმის რომ ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი როგორ შეიძლება ამ ხალხმა გააგრძელოს ქვეყნის მართვა როდესაც ესეთი მდგომარეობაა შექმნილი მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში კი ბატონო, ქალბატონ სალომე, აი ამ დელეგაციას ქვია საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოში და არა ქართული ოცნების დელეგაცია, ხო? ანუ ასეა თუ ისეა, ავად თუ კარგად ქართული ოცნება წარმოგვადგენს ჩვენ როგორც ხელისუფლებას. აი ქვეყნისთვის რამდენად სწორი მიგაჩნიათ ესეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, როგორ ფიქრობთ? ან ზოგადად ესეთი ინიციატივის დაყენება რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ამ პროცესისთვის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ცუდი ხელისუფლება ჰყავდეს ამ ქვეყანას. ესეთ რა ევროსაბჭო ეს ხო პირველ რიგში არის ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილი გაერთიანება, ხო? ამიტომ აქ საუბარი რაზე არის, რომ შენ როდესაც გმართავს ხელისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, არ ღვევს იმით, რომ აწამებს ადამიანებს, არ ღვევს იმით, რომ ასობით თანამოქალაქეს აცემინა და დაასახიჩრებინა ძალოვან უწყებებს, არ ღვევს იმით, რომ 50-ზე მეტი ადამიანი ყავს ჩაგდებული ციხეში იმის გამო, რომ ევროპულ მომავალს იცავს. არ ღვევს ამ ვალდებულებებს იმით, რომ სასამართლო გააუქმა და მურუსიძის კლანის მიერ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა გაუქმებულია, ხო? ანუ სასამართლო როგორც ესეთ ქვეყანაში აღარ არსებობს. არ ღვევს იმით, რომ მაგალითად თავისუფალ მედიას ებრძვის და დამოუკიდებელ ჟურნალისტს ფაქტიურად სიკვდილისთვის იმეტებს ციხეში შიმშილით. ნახეთ დღეს რა განცხადებები გააკეთა ამ ხალხმა, არც აინტერესებს ეს ადამიანი გადარჩება თუ არა. ანუ აბსურდია, რომ ორგანიზაციაში, რომლის მთავარი მანდატი არის ადამიანის უფლებების დაცვა, წარმოადგენდეს ქვეყანას კაცჭამიების, სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, რაღაცა დაჯგუფება, რომელმაც გამოაცხადა, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტია. ხო, მათ არა აქვთ მორალური პოლიტიკური უფლებების დამცველში წარმოადგენდნენ ქართულ ხალხს, იმიტომ რომ ისინი არ ღვევენ ქართული ხალხის უფლებებს პირველ რიგში. ამიტომ საქართველოსთვის რაც არის დამაზიანებელი, ეს არის სწორედ ის, რომ ესეთი ხალხი დღეს იჩემებს, რომ ისინი არიან ხელისუფლება, რომ ისინი არიან მთავრობა და ეს უნდა დავასრულოთ ჩვენ. ეს უნდა დავასრულოთ, რომ ქართულ ხალხს ყავდეს ის წარმომადგენლები მთავრობაში, რომლისთვისაც ყველა კარი ღია იქნება. ნახეთ, აქ რა ხდება ევროსაბჭოში დღეს ჩამოსული არის 4-ვე გამარჯვებული კოალიციის წარმომადგენლები ვართ ჩამოსული აქ, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ძალიან ბევრი მეგობარი და მოკავშირე ყველა ძირითად პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ევროპას მართავს, ანუ გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში და ჩვენ ხვდებით, როგორც ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ყველა ხო იქნება ეს ლიბერალური ფრაქცია თუ სახალხო პარტია თუ სოციალისტური პარტია, ასევე ხვდებით ეროვნულ დელეგაციებს და სად არის ამ დროს ქართული ოცნება, მათ არავინ არ ელაპარაკება. და არ დაგიმალავთ, რომ დიახ, ჩვენ შეხვედრებზე ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება იმას, რომ რა გადაწყვეტილება იქნება კარგი საბოლოო ჯამში საქართველოსთვის. მე არ ვიცი რა იქნება გადაწყვეტილება, ეს გამოჩნდება რამდენიმე დღეში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ კიდევ ვინმე ფიქრობს, რომ არის თუ არა, ასე ვთქვათ, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი საერთოდ არ მიენიჭოს აკრედიტაცია თუ რაღაც პირობებით მიენიჭოს ამ ასე ვთქვათ, გაერთიანებას ქართული ოცნების საკითხი. ეს მხოლოდ ხდება, იმიტომ რომ სწორედ ფიქრობენ საქართველოს ინტერესებზე და რა შედის ქართული ხალხის ინტერესებზე და ვნახოთ როგორ ჩამოყალიბდება მათი აზრი ამ ვითარებაში, რა იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი საქართველოსთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ სალომე იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. სალომე სამადაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს და მე